მესეჯი მოგივიდა. რა ხდება? უი, მესეჯი მოსვლია. საიდან მომივიდა ეს მესეჯი? გამისკდა გულიზმა. რაო ბიჭო? 230 ლაიქიო? ამ ვიდეოში ვღადაობდი იმაზე, რომ ვითომ YouTube-დან მივდივარ და როგორ ავიდა ეს ვიდეო 300 ლაიქზე. კაი, შემდეგი ვიდეოს იდეა მაქვს, მაგრამ მოდი ჯერ გამოვიცლით, რომ ეს რამაცვია. ანუ ეს რა არის? ოკეი, მოგესალმებით მეგობრებო ყველას, მე ვარ რაზორებალი, ხოლო დღეს ჩვენ ამ ვიდეოში მივდივართ YouTube-დან, ეს არის უკვე მეორე ნაწილი, სადაც YouTube-დან მივდივართ. ხოლო მეგობრებო, თუ გინდათ რომ ჩემი YouTube-დან წასვლის მესამე ნაწილი დავდო, ჩემი თქმა იქნება რომ ეს ვიდეო აიყვანოთ რაც შეიძლება ბევრ ლაიქზე. კარგით მეგობრებო, მოდი ცოტა ხანი ხუმრობა იქით გადავდოთ და ეხლა წესიად მოგესალმებით. მოკლედ მეგობრებო, მოგესალმებით ყველას, მე ვარ რაზორებალი, ხოლო დღეს ჩვენ ამ ვიდეოში გვექნება ლაკი ბლოკების unboxing-ი, არანაირი YouTube-დან წასვლა. ეს არის მეორე ნაწილი და არ მგონი ეხლა ბევრი წამოიგოს მაგას, მაგრამ წინა ვიდეოების კომენტარებს რასაც ვკითხულობდი, 150 კომენტარი იყო ჩემს წინა ვიდეოზე და 50-დან მინიმუმ 40 ადამიანმა დაიჯერა. მაგრამ ეხლა რადგანაც გაიგო მაგ 40 ადამიანმა თითქმის რომ ეგ ყველაფერი იყო ღადაობა, ახლა არ მგონია რომ მეორედ მაგაზე წამოეგოს ვინმე, მაგრამ თუ წამოეგეთ, დაწერეთ კომენტარებში. ასევე მეგობრებო, სანამ ვიდეოს დავიწყებდეთ, ჩემი თხოვნა იქნება რომ ეს ვიდეო დაალაიქოთ, ასევე არხი გამოიწეროთ და გააქტივოთ ზაისღლაკი, რომ აღარ გამოჩნდეს გავსი ტიპის ვიდეოები. ასევე ჩემი თხოვნა იქნება რომ ამ ვიდეოს უყუროთ ბოლომდე, რადგანაც ვიდეოს ბოლოში ვსაუბრობთ მნიშვნელოვან გათამაშებაზე, აი ძალიან დიდი გათამაშება გელოდებათ მართლა და იმედია ყურადღებას ბოლომდე მიაქცევთ. მაგრამ მეგობრებო, გათამაშება რომ დავივიწყოთ, წინა ვიდეოში ვსაუბრობდი იმაზე, რომ 78.4%-ს არ აქვს არხი გამოწერილი და ისე უყურებს ჩემს ვიდეოებს მეთქი, მაგას ვიზახდი და დღეს გადავხედე ისევ მაგ რიცხვებს და რა შემომჩნიე. აბა მეგობრებო, თქვენთან კითხვა მაქვს. განსხვავებას ამჩნევთ ამ რიცხვებში? აი მე პირადად ძალიან დიდ განსხვავებას ვამჩნევ, რადგანაც წინაზე რო გადავხედე 78.4% იყო. ისეთი ადამიანები, რომლებიც ახს არ იწერდნენ და ვიდეოებს ისე უყურებდნენ და ეხლა არის 78. რაც ნიშნავს იმას, რომ 0.4% მოაკლდა. ეხლა ცოტა გეგონებათ ეგ რიცხვი, მაგრამ ათასობით ხალხი მიყურებს ხოლმე სულ და მაგის გამო მაინც ბევრი გამოდის ეგ რიცხვი. ძალიან მაგარია მეგობრებო ეს, ჯერჯერობით მაგრამ მივდივართ და მოხარული ვარ. იმედია ეხლა ვისაც არხი არ აქვს გამოწერილი, დიახ, შენზე ვიზახი, თუ არხი არ აქვს გამოწერილი, თხოვნა იქნება რომ ეს არხი გამოიწერო, რადგანაც 4000 გამოწერზე მეგობრებო, გავათამაშებ 4 ცალ სპაგეტი ტუალეტს და გამარჯვებულს 4-ვე გადაეცემა. და კიდევ მეგობრებო, თუ გაქვთ ზედმეტი აკაუნტები და მანდას გამომიწერთ, აი ძალიან დამეხმარებით ხალხო. 0.4% კი არა. შეიძლება 40% დაგვაკლდეს ეგრე რო გააკეთოთ. ასევე მეგობრებო, ჩემი თხოვნა იქნება რომ გადახვიდეთ ჩემ Discord server-ზე, რომლის ლინკიც იქნება აღწერაში და წინასწარ ყველას უდიდეს მადლობას გადაგიხდით, ვინც გადახვალთ მაგ Discord server-ზე, სადაც მეგობრებო შემოგთავაზებთ ხოლმე გათამაშებებს, აი ამ server-ზე გავათამაშებ ხოლმე ბრეინოტებს და ვინც შემოხვალთ, გექნება შანსი რომ მოიგოთ ეგ ჩემი ბრეინოტები. ასევე მეგობრებო, აღწერაში, აი ამ ვიდეოს აღწერაში Discord server-ის გარდა იქნება ჩემი 2 წელი Roblox-ის თამაშებიც, ვინც მან გადახვალთ და მით უმეტეს თამაშს დამილაიქებთ, უღრმეს მადლობას გადაგიხდით წინასწარ. და ასევე მეგობრებო, მაქვს მეორე YouTube არხი, ამაზე მაქვს საუბარი, სადაც მეტ ვიდეოებში მოგთავაზებთ და თუ მაგახსაც გამოიწერთ, მადლობელი ვიქნები. მოკლედ, ყველაფერი ის თქმას მინდოდა ვთქვი და კიდევ ერთხელ გავთხელეთ მეგობრებო, ამ ვიდეოს უყურეთ ბოლომდე, რადგანაც ვიდეოს ბოლოში ვსაუბრობ მნიშვნელოვან გათამაშებაზე, რომლის გამოტოვებაც არ მგონია რომ ვინმეს უნდოდეს. რადგანაც მეგობრებო, ეხლა გათამაშების გაკეთებასაც ვაპირებ, მაგ ხელა გათამაშება ჩემი არხის ისტორიაზე არასოდეს არ მიქნია. ნახავთ მე ვიდეოს ბოლოში აბრეინოტებზე მექნება საუბარი. მაგრამ მეგობრებო, სანამ მაგ საინტერესო გათამაშებაზე ვისაუბრებ, მოდით რაღაცას განახებთ ეხლა, დაიცა ბაზას დავკეტავ. მოკლედ მეგობრებო,
ეს არის ლაკი ბლოკები, რომელიც წინ არვინავიუში შევაგროვე. მიუხედავად იმისა, რომ გიჟობა ბრეინოტი გამომივიდა და მაგის გამო ლაკი ბლოკებს ვერ ვაგროვებდი და ტრეიდ ფრამს უკეთებდი ბრეინოტებს, მაინც შევძელდა რაღაც ლაკი ბლოკები შევაგროვე მაინც. სამწუხაროდ ბევრს ტრეიდი ვერ მოხდა, რადგანაც ბრეინოტის ფოკუსირებაში ვიყავი. საუბარი მაქვს მეგობრებო ახალ საფეხბურთო. აუ იმას აერქვა. Fuck, დამოვიწყოთ რა ხდება. ხო, საფეხბურთო ესო კი, რომელიც გადამყავდა აქეთიქით, სანამ ჩემ ბაზარში შევიდოდა და მთლიანობაში 500 მილიონით დასრულდა. ანუ 500 მილიონს იძლევა ახლა ეგ ჩვენი ესოკი. მაგრამ მეგობრებო, დღეს იმარი unboxing გვექნება, რომ გამონათქვამი როა, ხო იცით? სწავლა ძიში წარი არის, კენწევში გატყვილდება თუ რაღაცა რო არის, ეგეთი გამონათქვამი. აი მაგნარი unboxing გვექნება, რადგანაც დღეს დავიწყებთ საშინელი ლაკი ბლოკებით და მერე გადავალთ secret lucky ბლოკებზე, მაგრამ base secret lucky ბლოკები კი არ არის ეგენი. ვიდეოს ბოლოში სანამ გათამაშებაზე დავიწყებთ საუბარს, მივახსნით 3 secret lucky ბლოკს. ერთს ადევს დაიმონდის მუტაცია, მეორეს ადევს საიბერ მუტაცია და ბოლოს ფანტომი. ფანტომი ხალხო, მან რაღაც გიჟობა რო არ დავარდეს, არ ვიცი ას ვიზამ. აუ ჩაიჯვის აღო ნუყებ ხარ. ასევე მეგობრებო, სანამ unboxing-ით დავიწყებდეთ ვიდეოს, მინდა უდიდესი მადლობა გადაუხადო აი ამ ადამიანებს, რომლებმაც Steel Brain-ში რაღაცეები დამიგიფთეს, აი ეგრე გამოჩნდებიან. ასევე მეგობრებო, ერთ-ერთმა მარგამმა მთხოვა, რომ ვიდეოში გავამაჩინე, აი სასწაულად ხოვდა და მინდა გაცნობოთ ყველას ესეთი რაღაც. ვინ Steel Brain-ში რაღაცეებს დამიგიფთებს და მაჩუქებს, ყველას ვაჩვენ ვიდეოებში მე. აი არავის არ გამოვტოვებ, აი შანსი არის მეგობრებო, რომ ვინმე არ გამოვაჩინო ხოლმე ვიდეოებში. ასევე მეგობრებო, პატარა სპონსორი ყავს. ამ ვიდეოს სპონსორი არის ეს Roblox-ის იუზერი. ხო და რაში მიმდინარეობს ახლა სპონსორობა? ჩემი თხოვნა იქნება ახლა, ვისაც Roblox-ის აკაუნთი გაქვთ თვითონ Roblox-ის ტელეფონში, გადადით, ჩაწერეთ ამ ადამიანის იუზერი და დააფოლოვეთ. თქვენ შეიძლება ვერ ხდებოდეთ, მაგრამ მაგას თუ იზამთ, აი მაგარი გამიხარდება ხალხო და მაგარი გამისწორდება. შეიძლება გამოწერაზე მეტად ეგ გამისწორდეს, ხა რო გვააკეთოთ. ხო და იმედია დააფოლოვებთ ამას მართლა. ყველას უღრმეს მადლობას გადაგიხდით, ვინც მაგას გააკეთებს, რადგანაც თქვენ შეიძლება მეგობრებო ამას ვერ ხდებოდეთ. ვერა. მაგრამ სასწაულად მეხმარებით თქვენ მაგით. აი ასე მაგას შეიძლება ვერასოდეს ვერ გადამეხმაროთ. ამიტომ მადლობელი ვიქნები, ვინც დამეხმარება მაგით. ხო და რა ვიცი, დავუბრუნდეთ unboxing-ს, აი რამდენჯერ გავწყვიტე ახლა რა, როგორ შეიძლება. წავალ მართლა ახლა YouTube-დან და მე ნახოთ როგორ გავწყვიტავ. კარგით მეგობრებო, ვინც არ იცით ახლა აგიხსნით რა მოხდება. დავიწყებთ თაკო და admin lucky ბლოკებით. მე რამე ტრეიტები თუ ედება მაგ lucky ბლოკებს, მაგებსაც გავხსნით, მე ოქტოებს და ბოლოს მეგობრებო დავასრულებთ ამ unboxing-ის ვიდეოს secret lucky ბლოკით და ამონახოთ პირველი რას მოგცემს. ცვლილის ნიშანია მეგობრებო ეს, რადგანაც პირველივე დებილობა დავაგდეთ, მაგრამ თაკოდან სხვა სასუნაელოდოთ. თაკოდან ისე შეიძლება ლოს-ამიგო თუ რაღაც ეგეთი დააგდო, რომელიც 100 მილიონზე მეც იზრდება. ლოს-თაკო lucky ბლოკიდან. არ მეგონა ისე 100 თუ იხდიდა, მეგონა რაღაც 20-მდე გადაიხდიდა, მაგრამ მაინც საინტერესო არის. და ეხლა ჩემმა გამოწერმა აიჩია ეს lucky ბლოკი, სადაც ეხლა ვდგავარ. ხო და მეგობრებო, გავხსენთ პირველი ამ lucky ბლოკს და მაგის გვერდზე რო არის მარცხნივ ჩემი lucky ბლოკი, მე გაიხსნება egg და რომლის ბრეინოტის უფრო ცუდი იქნება, ის წააგებს, ხოლო მე თუ მოვიგე, გავაგდებ ამ ჩემ გამოწერს იქიდან, მაპიდან, ხმას ამოვიღებ და უი, ლოს ბომბინტოს დააგდო და ისა მონაზა აუ, სად გაუმართლა, მეც მაგნარი დავაგდე. Fuck! აი, სულ ასე ატომი მართება. არ მეგონა მეგობრებო, ასე მაინც თუ მოვილებდით თაკო lucky ბლოკებს, ანუ უტრეიტოებს. ეხლა გადავედით მეგობრებო, ეს ტრეიტიან თაკო და admin lucky ბლოკებზე და ვნახოთ მანდას დავაგდეთ და რა თქმა უნდა არაფერი. ნუ იგივე დავაგდეთ, მაგრამ ცოტა უკეთესი ვერსია, მაგრამ ბრეინოდ გოდი არის, მაინც და მე არ მჭირდება. ასევე მეგობრებო, თუ შემოგჩინიეთ, ამ ვიდეოს აქვს უკეთესი ხარისხი. ანუ რამდენი ხანია ჩემ ვიდეოებს უკეთესი ხარისხი არ ქონია ინტერნეტის გამო. ნუ არ გამომისწორებია ინტერნეტი, მაგრამ
ვეცდები რომ მაწინ ჩემს ვიდეოებს გქონდეს მაღალი ხარისხი. ასევე მეგობრებო, თუ შეამჩნიეთ თქვენს რომ ამ ვიდეოს აქვს უკეთესი ხარისხი, დაწერეთ კომენტარებში რომ კი შევამჩნიე. მოდი, მანამდე ამას მოვიპარავთ. ასე შევაგდებთ ჩემ ბაზაში და მათ გავხსნით, რადგანაც ჩემ ბაზაში უფრო მეტი იღბალი ექნება. მოკლედ მეგობრებო, რაც გავაანალიზე. წინა ვიდეოში thumbnail-ების პრობლემა გამოვასწორე. აწინ სულ ჩემი ავატარები იქნება thumbnail-ზე. ეხლა ხარისხი ავწიე და სამომავლოდ მეგობრებო, მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობ რომ მაგრა დავედითო ხოლმე ვიდეოები, ვფიქრობ საკმარისი არ არის და სამომავლოდ უფრო მაგრა დავამონტაჟებ ხოლმე ამ ვიდეოებს. აი ძალიან მაგრა მივიწყეთ მეგობრებო. საიდან დავიწყეთ ასე ხათა ჩემ ვიდეოებს უგადახედოთ? გამოშტერდებით მართლა. და ეხლა შეხედოთ ჩემს ახალ ვიდეოებს. სად ვართ შეხედეთ ხალხო? სადამდე მოვედით რომ თითქმის 4K ხარისხი აქვს ჩემს ვიდეოებს უკვე დღეიდან. ანუ რო დავკვირდეთ ეხლა იატაკზე შუქი ირეკლავს თუ რაღაცები სარკესავით არის, შვენიერი და VFX-ები უფრო ლამაზი არის, ანუ ეფექტები ბრეინოტების. ძველ ვიდეოებს უგადახედოთ არ იყო ეგრე. კაი, აუ ნახოთ, აი თვალებში შევხედავ და რამე წესიერი. ჩემი თვალების უნდა შეეშინეს ეხლა წესით. აუ რა სიძახი მაგრა შეეშინდა. კაი, წავშლი ამას დაიცა. დამობრმაო ბიჭო, რამ ხელა განათება აქვს ამას. ასევე რას ფიქრობთ ამ ახალ განათებაზე დამიწერეთ კომენტარებში. ეს ახალი განათება რომელიცაც ყველა ვიდეოში იქნება, ეგ გიჩვენიათ თუ აი ძველი რაც იყო. და ეხლა მეგობრებო, Phantom Lost Lucky Block-ი დაგვრჩა, მე ოქტომბერზე გადავდივართ და იდეა მაქვს რასაც უზნამ ამას. მოდი აქ ხარეს ერთ ბუგუროს დავდებ. ავიდეთ ისევ მესამე სართულზე და მეორე მხარეს მეგობრებო მიუდებ ამას. ჩავიდეთ. შემდეგ Diamond ბურგუროს. და იქნება და მეგობრებო ამ ბურგურებს ო შეხედოს გვერდ რამე გიჟობა დააგდოს. აი Lost X7 რო დააგდოს ხალხო, რამდენზეავა 100-ზე არ ვარ, შეიძლება 500 მილიონს გადაცდეს. მაგარი იქნება. იმედია ეგ მოხდება. თან ძალიან ლამაზად გამოიყურება. მივახსნე ახლა, არ შევხედავ. გაიყინე შენ. არ შევხედავ. დაეცა ჩემი გამოწესის. აბა რა დავაგდეთ? თამე კაი დავაგდეთ? ვერა? აი 3-2-1 კი მივხედები ახლა. აუ მართლაც ვერ დავაგდეთ ეს რა არის ხალხო? Phantom Lost ტუნტუნგები დავაგდეთ. რაღაც გამახსენდა ასევე მეგობრებო. ეხლა ასაც დავაკვირდი. სემი მეგობრებო ტუნტუნსახური თამაშიდან ისევ წაშალა და ამჯერად ხალხი ხმას აღარ იღებს მაგაზე. ანუ რა ხდება არ ვიცი. წინაზე უწყაიშალა ბიჭო რა ამბავი იყო. დაბრუნეთ მაგას აპროტესტებდა ხალხი და ეხლა ხმას აღარავინ აღარ იღებს. გავიზარდეთ თუ რა ხდება. კაი ბურგურებს დავვნებ თავის ადგილას და ოქტომბერზე გადავედით მე მგონი. დავდებ ეხლა ამ ბურგურებს თავის კუთვნილ ადგილას. აუ რა ლამაზია ბაზა ბიჭო ამ განათებაში. გიხვეწებით მეგობრებო, აი ამ ზაღლის ყეფა არ შეიმჩნევთ კიდევ. თითქმის ყოველ ვიდეოში ვარ და ყეფოს არ შეუძლია. ზემო რა უყო. დაგიჭით მაგ ზაღს მივაყეფებთ. ნახე ბიჭო, ზაღზე გადავიტანე ყوادღება და ეხლა მეორეც აყვა გარეთ. გამოგიჟებენ ბიჭო ესენი. კარგით მეგობრებო, გადავედით ოქტო ლაკი ბლოკებზე. ნახოთ ოქტოები რა შემოგთავაზებს. აუ იმედია ბიჭო ისე სიკრეტში რაღაცებს დავაგდეთ, იმიტომ რომ ისეთი სიკრეტ ლაკი ბლოკები გვაქვს რომ რამე რო არ დავაგდოთ, დანაშაული იქნება იმენა მაგარი ლაკი ბლოკები გვაქვს. კაი, აბა, ჩემი გამოწერი რომ ლაკი ბლოკს აიჩევს. ეგ ვნახოთ. ეს შვენიერი. მე ამას ავიჩევ და თუ უკეთეს ბრეინოს დავაგდებთ. მაპიდან გავაგდებთ. კაი, იდეა მაქვს. ჯერ გახსნას მოდი გამომწერის ლაკი ბლოკი და მერე ჩემი იდეას გეტყვით. არა, პრინციპში მე მგონი მიხდით. ჩემსაც უგახსნით შევვარდებ პირდაპირ და ყველაზე ცუდი რაღაც დააგდო. იმედია ეგ ყველაზე ცუდი ლაკი ბლოკი მე არ დამივარდება, რადგანაც მაგრამ მინდა რომ მაპიდან გადავისროლო. დაიცა? დავაი ტელეპორტი და დავარტყა. ოპა! დასაფიუზებელი ბრეინოტი დავაგდეთ. შვენიერი, ამას მივაფიუზებ ხალხო. წინაზე რომ მივაფიუზე მაგარი რაღაც გამომივიდა ისე. და გეგონა რაღაც დამავიწყდა? Oh my god, Roblox გვაწერია. გეგონება რაღაც დამავიწყდა? ია და გეგონა. დაიცა, ამან ძალიან რა გადააგდო. ოპა! საწავიდა. აუ რა მაგრა მოისოლა.
არ არის საკმარისი, დაიცა. მეორე სლეპიც. გასინჯე შემი მეორე სლეპი. აუ არა, ვერ ვეწევი, გამექცა. გამექცა, არა. შენუბო, დაიცა 2 წამი. არა, ბიჭო, გავიჭედე. მოვზე გავიჭედე მე მგონი. არა, სიო. სადახარ შენუბო. აუ არა, ბიჭო, ვერ ვარტყამ. კაი, ამ ლაკი ბლოგს დაუნლოდსავ რაზო ლაკით. ასევე მარიაჩი კორაზონი უდგას გვერდ ამ ლაკი ბლოგს. ნახეთ. ოქროსაურა აქ იმენა. ხო და მარიაჩის აურასაც მივცემ და იმედია რაღაცას დააგდებს. რაზო ლაკი და მარიაჩის აურა გაქვს. ეხლა რამე უნდა დააგდო წესით. ჩემმა გამოწმას მივთითა თავისი ისა იღბალი, მაგრამ გავისროლე წეღან იქით. არა, ჩემი იღბალი მარტო არ დამთარსო. და ვნახოთ აბა რას დავაგდებთ. ჩემი ეძაღლები დანუკეთ. ძაღლები დამინუკეთ ეზოში ატოყებს ასე გიჟივით. ანუ რა აყიფებთ? თან მაინც და მაინც ვიდეოს ვიღებ მაშინ. შეხედე. ცალკე ჩემო გამოწმა დაატყა კიდე იმ ლაკი ბლოგს მაგანდათასა და ძაღლებას დამითარსა. დაგიჭით მაგზაღს. მეგობრებო, თუ ქრაბურგერი დავაგდეთ ახლა და აქამდე ვისყურებთ. ოპა. ვიდეოს ლაიქებთ ყველა. მართლა დავაგდეთ, გამოვიცაინდა მართლა თხონ არის ახლა და დაალაიქოთ უკვე მე ამდენად ვიცნობ და არ ალაიქებთ უკვე ხო ვიცი რომ არ ალაიქებთ. რა არის ბიჭო ეს ქრაბურგერი დავაგდე და არ ალაიქებთ? როგორ შეიძლება? შეგიდე გაიყინე მან ძმა. იყავი მანდ. აი რა გინდა? რამე საკეთებ? რამე საკეთებ? წავა ეხლა კიდე აიღებს ამას უყურეთ. მიდი აიღე. იცი? მიდი აიღე. აუ. მოხდა? არა ბიჭო არ ხდება დაიცა. მიდი კიდე აიღე. აიღე. ვა რა მაგარია ქრაბურგერი აიღო. კარგით მეგობრებო, მოდი გვიყოს გამოწეისწვალება და მივიცეთ აგერ აი, ნახე როგორ უნდა. ვაჩქეთ სიო. ჯიგარი ვარ. რადგანაც მეგობრებო ასეთი ჯიგარი ვარ, რაღაც უნდა დამიგდოს ეხლა სტილბრეინოთმა. სტილბრეინოთმა რა? სტილბრეინოთის ოქტოლაკი ბლოკმა რომელსაც ადევს გოლდ მუტაცია, ასევე 600 მილიონი ღის, ფულს არ იძლევა, მაგრამ რედია წერია და იდეა მაქვს ხა დადგეს ეს მანდ. ეს მიუღება გვერდზე. ეს აქიდან ისვის ქსელს ეხლა გახსნის და მე კი დავადგები თავზე და გვერდი დამესწრი. უი, ჩემი აცდა. ეს დავატყა. მაინც ქრაბურგერი დააგდო, რომელიც მიაქვს ჩემ გამოწეს ეხლა. დრო არ აცდომოდა? არ დააგდოდა ბიჭო ავნუბობას ეს რა არის მა? მოსა. აუ არა ვერ მოვასწარი გაყინვა. არა. კაი, დაგვრჩა რამე? აქ არაფერი. არც აქ. აბა იქით ნახოთ. უი მეგობრებო, მე მგონი ერთწლიანი ოქტოლაკი ბლოკი დაგვრჩა და მე სიკრეტებით დავასრულებთ. სანამ ეს ოქტოლაკი ბლოკი გაიხსნება მეგობრებო, ალბათ უკვე მივხვდით მეგობრებო თუ რისი დროც დადგა. როგორც ცით მეგობრებო, როცა უკვე დიდი ხანი ვიღებ ხოლმე ვიდეოებს, მე რაღაც რანდომ კითხვებს ვსვამ და გთხოვთ რომ მიპასუხოთ ყველაფერი კომენტარებში, რადგან მაინტერესებს თუ ვინ უყურებს ჩემს ვიდეოს დიდი ხანი. ხოლო მეგობრებო, დღევანდელი ჩემი კითხვა ამ ვიდეოსი არის ასეთი. ალბათ ძალიან ბევრი შემოჩნევით იმას, რომ ვიდეო როცა დავიწყე, რაღაც ანიმაციასავით გავაკეთე, რაც ჩემთვის საინტერესო იყო. ხო და კითხვა მეგობრებო ამაში მიმდინარეობს. დავიწყო ამნაირი ვიდეოები ხოლმე, სადაც რამე იდეა თუ მომაფიქრდება ანიმაციების, მაგით დავიწყებ და მე ვიდეო იქნება. თან მაგას პლუს ახალი განათება გვაქვს ვიდეოებში, ანუ 4 ახალი ცხი თითქმის და ძალიან მაგარი იქნება ხალხო. დავიწერეთ მეგობრებო თქვენი აზრი, პატარა ანიმაციასავით ხوار გავაკეთო ხოლმე, სანამ ვიდეოები დაიწყება ხოლმე. ფიქრობ, კაი იდეა იქნება ეს. მე ესე ვფიქრობ და თქვენ როგორ ფიქრობთ, არ ვიცი. დამიწერეთ კომენტარებში და გადავხედავ და გავითვალისწინებ. ასევე მეგობრებო, ვიდეოში რაც მეცვა, არ შეიმჩნიოთ. თითქოს არ მეცვა ეგ არასოდეს. მაგას რომ ტრანსფერი ვაფშე არ მეცვას. აი ვღადავ. მოკლედ, ეხლა დადგა დრო იმისა, რომ გაიხსნას ჩვენი ბოლო ოქტოლაკი ბლოკი და ნახოთ ეგ რას აგვიდებს. რამე გიჟობა რო არ დავაგდოთ მეგობრებო, არ შეიძლება ეგრე. ანუ ფიზიკურად არ შეიძლება. ამიტომ რამე უნდა დავაგდოთ ხალხო ეხლა, ასე მართლა არ შეიძლება. თან ბოლო ოქტოლაკი ბლოკი არის.
1 fuse brainot-ი მარტო ცოტაა ძალიან. თუ მეგობრებო სუშინო დავაგდეთ, ახსი წერთ, ვიდეოს ლაიქებთ და ზარს აქტიურეთ, ბიჭო, მე რამდენად გავარტყი, აბა შეხედეთ. აუ, რა მაგარი fuse brainot-ი დავაგდეთ, აზზე არა ხართ. სუშინო! ო, სუშინო არის ყველაზე მაგარი fuse brainot-ი ამ მომენტში, რადგანაც აბიუზე ეგ შევაგდე და კაპიტანო გულინი გამომიშვა. 1 სუშინოდან კაპიტანო გულინი გამომიშვა, რაც ძალიან მაგარია და ისევ შევაგდებ და ნახოთ აქ რამე დაგვჭა. არაფერი. და დაგვჭა მეგობრებო, ანუ secret lucky block-ები. კარგით მეგობრებო, დაიმოდით ვიწყებ. მე cyber mutacიის secret lucky block-ით და მე phantom-ით. ეხლა დავაგდებთ ყველგან ტორტუგინის. კაი, თავსატო ვითარსავ. ჰა. მაგაზობია ის თქვა რომ ეხლა ყველგან დავაგდებთ ან La Secrets, ან იმას აერქვა Celestials. გაგვიხსნეს ეხლა ჩვენი ალტი Beacon Master-ი გვაცეკვებს ეხლა. ოპა. დამპიტაური. წავიდა. დიმიტაურის ფონზე ნახოთ რას დავაგდებთ. და დიმიტაურის ფონზე დავაგდეთ ტორტუგინი. იმედია თავი მართლა არ დავითარსეთ. რამე უკეთესი გვინდა ხალხო. შანსი არ არის ეხლა მარტო ტორტუგინი დავაგდეთ. შანსი არ არის. ეხლა 2 lucky block-ი დაგვრჩა და მაგ 2 lucky block-ში მაქვს ძალიან დიდი იმედი, რადგანაც სასწაული მუტაციები ადევს და ხანდახან სასწაული მუტაციები შევაგდებ ხოლმე სასწაულ რაღაცებს და იმედია გაამართლებს ეხლაც. კაროჩე მეგობრებო, ვიწყებთ cyber მუტაციის lucky block-ით და მე ვასრულეთ phantom-ით და ნახოთ რას დავაგდებთ. გიხვეწ. რა. თავი მართლა დავითარსე. და ამას მიაქვს. აი სად მიდიხარ რომ მიდიხარ. მაგრამ აინტერესებს. ისა წავიდა ძმა. კაი. ეხლა გადავედით phantom lucky block-ზე. აუაქრო ისევ ტორტუგინი დავაგდოთ. ბოლო ხმაზე ყვირი ვარ. იმიტომ რომ მეგობრებო, ბოლო secret lucky block-ი არის და ჩათვალე პოტენციალი გაიფლანგა. დაიცა 3 2 1 დავა შევვარდით და გაერთ გავიდეთ. კაი. სანა ვიდეოს დავასრულებთ მეგობრებო. წინა ვიდეოში კი ვისაუბრე ამაზე, მაგრამ ვინც არის ის ან ვინც ის ორივე უნდა ნახოს ეს, რადგანაც რაღაცები შეიცვალა. მიხვდებით ხარ რაზე ვსაუბრობ. ბევრმა ვინც წინა ვიდეოს უყურა, რაც დავდე, გესოინებათ რომ ვათამაშებ კვადრამატს ამ მომენტში. მაგრამ ბევრმა არ მგონია კვადრამატი მოიგოს, რადგანაც ჯერ ეგეთიც ბევრი ვერ ჩაერთვა გათამაშებას და მეორე ერთ დღეში თავდება უკვე კვადრამატის გათამაშება, მაგრამ გათამაშდება მალე სხვა ბრეინოტებიც. მაგრამ სანამ აქამდე დავიწყებთ, ეს თვეები ვაპირებ რომ მაგარი გათამაშებები შემოგთავაზოთ და გეტყვით ახლა როგორ უნდა ჩაერთოთ. პირველ რიგში იმისათვის რომ სულ ოდნავ 1% მაინც გქონდეს შანსი რომ გათამაშებები როცა მექნება ბრეინოტების რამე მოიგოთ, უნდა იყოთ ჩემ Discord server-ზე. თუ არ შემოხვათ მეგობრებო Discord server-ზე, ვერ ჩაერთვებით ისე. ჩემი Discord server-ის ლინკი იქნება აღწერაში და შეგიძლიათ ყველა შემოხვიდეთ. და რო არ მოგატყუოთ მეგობრებო, წინა ვიდეოდან ძალიან ბევრი შემოვიდა ჩემ Discord server-ზე, მაგრამ გათამაშებებს მაინც არ ჩაერთვა, რადგანაც ბოლომდე არც ერთმა არ მომისმინეს. ამიტომ ჩემი თხოვნა იქნება რომ სამ Discord-ზე შემოხვალთ, მომისმინეთ ჯერ ბოლომდე. თუ არ მომისმენთ მეგობრებო, ვერ ჩაერთვებით გათამაშებას. ნუ მოკლედ, ჩემ Discord server-ზე როგორც კი შემოხვალთ, დაგხვდებათ ძალიან ბევრი ჩენელები. გადახვალთ აი ამ ჩენელზე. ამ ჩენელზე მეგობრებო დაგხვდებათ ძალიან ბევრი გათამაშებები. მათ შორის ამ მომენტში შეიძლება კვადრამატის გათამაშებას დაგხვდეთ და დააჭერთ აი ამ ღილაკს როგორც კი მან გადახვალთ. მაგრამ მეგობრებო, აი აქ უნდა მომისმინოთ ახლა მთელი ყურადღებით. მაგ ღილაკს როგორც კი დააჭერთ, შეიძლება გათამაშებაში მაინც არ შეგიშვას ბოტმა, რადგანაც მეგობრებო, იმისათვის რომ გათამაშებაში ჩაერთოთ, უნდა დაწევოთ რამდენიმე მესიჯი. ხოლო მეგობრებო, კვადრამატის გათამაშების ჩასართავად ამ მომენტში გჭირდებათ 15 მესიჯი, მაგრამ მალე უკეთესი ბრეინოტი გათამაშდება და შეიძლება 20 მესიჯი დაგჭირდეთ. ანუ ჩემ სერვერზე უნდა გქონდეთ დაწერილი ნებისმიერ ჩენელში 20 მესიჯი. და მერე შეგეძლებათ რომ ჩაერთოთ ჩემ გათამაშებას და კიდევ ერთ მაგას საიდუმლოს გაგიმხელთ. თუ მეგობრებო 20 მესიჯზე მეს დაწერთ, მეტი შანსი გექნებათ რომ
ბრეინოტები მოიგოთ. ამიტომ პირველი მეთოდი იმისა, რომ გათამაშებაში ბრეინოტები მოიგოთ, არის ის, რომ რაც შეიძლება ბევრი იწეროთ და იაქტიუროთ ჩემს სერვერზე და კვადრამატის მერე მეგობრებო გათამაშდება. აი ეს უმაგრესი ჩიკლეტია რა, ტუნტუნგის სტრეიტით, რომელიც წაიშალა უკვე თამაშიდან. მერე მეგობრებო, 2 წამით აქ რამე გვაქვს? მესა გრენი, ჩემი ორი გრენი სად არის? ხო, ესეც გათამაშდება ბოლოში უკვე. ეს აკეთებს 100 მილიონს ქლიანობაში და საინტერესო იქნება ვფიქრობ, ბევრს მოგინდებათ 100 მილიონიანი ბრეინოტი. მაგრამ მეგობრებო, ეს თქვი წინა ვიდეოში. ეს არ იქნება ბოლო ბრეინოტი, რომელიც გათამაშდება, რადგანაც ამას შეხედეთ ხალხო. ამას შეხედეთ. კაპიტანო გულინი 100 მილიონიანი ამ ბრიტოების მერე ეს გათამაშდება. სიგიჟე არა ხალხო. გეგონათ რომ მარტო 100 მილიონიანს გავათამაშებდი? ანუ 2-ს? ეხლა უყურეთ მეგობრებო, დამელოდეთ. არა ხალხო, 300 მილიონიანი გაგვითამაშდება. DJ პანდა, კაპიტანო გულინი და ლოს ბრიტო ორივე კი არა და სამივე აკეთებს 100 მილიონს. და იმისათვის რომ ეს ბრეინოტები მოიგოთ, როცა ამას გავათამაშებ, უნდა შემოხვიდეთ ჩემ Discord server-ზე, ისე ვერ მოიგებთ ამათ. ასევე მეგობრებო, თუ ამიყვანთ 4000 გამომწერზეც, გაგითამაშებთ 4 სპაგეტი ტუალეტს. 4 სპაგეტი. იმედია მიხვდით როგორ უნდა ჩაერთოთ გათამაშებაში. უნდა იყოთ ჩემ Discord server-ზე და უნდა იწეროთ ბევრი რომ ჩაერთოთ. ხო და მეგობრებო, დღეისათვის ეს იყო. თუ გეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად დაალაიქეთ და არხი გამოიწერეთ, რომ მეტი ამნაირი ტიპის ვიდეოები შემოგთავაზოთ. ხო და მეგობრებო, ამნაირი გიჟობა გათამაშებებს რო გიმზადებთ, იმედია ადგებით და 78%-ს რომ არ გაქვთ არხი გამოწერილი და ისე უყურეთ ჩემ ვიდეოებს, დააკლდება ეგ და პირიქით 78%-ში უნდა შემოიფარგლოს ისეთი ტიპის გამოწერები, რომლებიც უყურებენ ჩემ ვიდეოს და თან არხი აქვთ გამოწერილი. ეგრე უფრო უკეთესი არ იქნება ხალხო? მოკლედ, თქვენთან იყო რაზურებალი და შეხვდებით შემდეგ ვიდეოში. ბაი! ბიჭო, strawberry